ნამბერები მოვილიეთ, ანუ რიცხვითი ტიპის ჩანაწერები, რიცხვითი ტიპის მნიშვნელობები. ახლა გადავიდეთ ტექსტური ტიპის მნიშვნელობებზე, ანუ სტრინგებზე. სტრინგი. როგორც ვთქვით, ნებისმიერი ტექსტური ჩანაწერი არის სტრინგი JavaScript-ში. აი მაგალითად და რამდენიმე ჩაწერის ფორმა აქვს. შეგვიძლია ჩავწეროთ ეს welcome to algouni სტრინგი ტექსტური ჩანაწერი ორმაგი ბრჭყალებით, ასევე ერთმაგი ბრჭყალებით, ასევე backtick-ებით. ანუ დახრილი ბრჭყალებით. რა განსხვავებაა მათ შორის, რა თქმა უნდა, დღეს ავხსნი მაგას. უბრალოდ ყველაზე მარტივიდან დავიწყოთ. ჩავწეროთ welcome to algouni. ახლა რომ მე პროგრამა გავუშვა, აი ეს სტრინგი შეინახება ჩემი კომპიუტერის მეხსიერებაში. იგივე მოხდა მეხსიერება შეინახა, არაფერი არ გამოვტანი, იმიტომ რომ კონსოლოგი მაკლია. ანუ კონსოლოგში მოდი გავახვიოთ console.log ჭრილები გავხსნა და ჭრილებს შორის ჩავსვათ ჩვენი სტრინგი. და ბოლოში წერტილმძიმე, იმიტომ რომ ინსტრუქცია გავეცით კომპიუტერისათვის. ახლა გავუშვათ პროგრამა, გამოვიდა welcome to algouni. მოდით ახლა ჩავწეროთ ერთმაგი ბრჭყალებით. რა განსხვავება იქნება, უბრალოდ დავუკვირდით. გავუშვათ, განსხვავება არაფერი. ახლა მოდი backtick-ები დავწეროთ. backtick-ი არის escape ღილაკის დაბლა. ოღონდ ინგლისურ შრიფტზე უნდა გქონდეთ, რომ დაიწეროს. ქართულზე რო იყოს, წერს აი ამას. ამიტომ მე გაითვალისწინეთ. backtick-ებში ვცადოთ რა გამოვა, გავუშვათ პროგრამა, იგივე გამოვიდა. ეხლა როგორ მივხვდეთ, სად როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ, ხო? ყველაზე ხშირად მაინც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ორმაგი ბრჭყალები. ანუ რა ბრჭყალითაც დავიწყებთ სტრინგის გახსნას, იგივე ბრჭყალით უნდა დავხუროთ, იმიტომ რომ პროგრამა მიხვდეს, რომ აი აქ დაიწყო სტრინგი, აი აქ დამთავრდა სტრინგი. ანუ დავიწყე ერთი ბრჭყალით და ორი ბრჭყალით დავხურე, არ შეიძლება. აქვე გამიწითლა და ეხლა დამიერორებს, რომ unterminated string literal. ანუ არასწორი სტრინგის მანიშნებლები მიიღო, ჩანაწერი მიიღო პროგრამამ. ამიტომ რითიც ვიწყებთ, იმით ხუროთ აუცილებლად. ესეც სინტაქსის წესია, ანუ გრამატიკის წესი. მაგრამ აი მაგალითად გვინდა რომ ჩავწეროთ ეგეთი რაღაც. ზოგადად ციტატები ხო ბრჭყალებში იწერება, ორმაგ ბრჭყალებში. ციტატები რანუ ვიღაცის გამონათქვამები. აი მაგალითად რო ჩავწერო თემომ თქვა ესა და ეს. რას თქვა თემომ? მე რას თქვი ხო ორმაგ ბრჭყალებში იწერება. ხო? იმიტომ რომ მე ვთქვი და მე მეკუთვნის ეგ გამონათქვამი მარტო. მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ ახლა. რომ ქართულად შემიძლია დავწერო, უპრობლემოდ თემომ თქვა, მე ხსნი ორმაგ ბრჭყალებს კიდევ მოდი ლექცია ჩავატაროთ. ანუ ეს ორმაგი ბრჭყალები არის სტრინგის გახსნისა და დახურის ბრჭყალები, ეს ორმაგი ბრჭყალები არის ციტატისთვის. ანუ რაც მე ვთქვი, მაგის მანიშნებელია. რა თქმა უნდა, უკვე მიხვდებით, რომ რაღაც კაი არ ხდება, აქვე მიწითლებს და რო გავუშვა, ნახეთ, expected რკალიო, but found მოდი. აი აქ მე ველოდებოდი, რომ დამთავრდებოდა სტრინგიო, ანუ კონსოლოგის დამთავრდებოდა სტრინგიცო, მაგრამ შენ მოდი გიწერიაო. და ეხლა რა მოხდა, მოდი გავარჩიოთ. როგორც ვთქვი, როდესაც ერთ ბრჭყალს ხედავს პროგრამა სტრინგის დასაწყისად, იგივე ბრჭყალს ეძებს, რომ დახუროს. აი აქ დავიწყეთ ორმაგი ბრჭყალით და როგორც კი პროგრამა მეორე ორმაგი ბრჭყალი ნახა, იფიქრა რომ აქ რჩება სტრინგიო და მის მერე რაც წერია არასწორი არისო. ანუ განა ესა უკვე დახურის ბრჭყალი სტრინგისა. არამედ აი ეს. ეხლა რა გავაკეთოთ, ხო? როგორ დავფიქსოთ? როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? შეგვიძლია გარე ბრჭყალები იყოს ერთმაგი ბრჭყალები და შიდა ბრჭყალები იყოს ორმაგი ბრჭყალები. ახლა რა მოხდება? პროგრამა რო დაინახავს ერთმაგი ბრჭყალებს თავიდან, იფიქრებს რომ მოდი კიდევ ერთმაგი ბრჭყალი ვიპოვო, სტრინგი დავასრულო. ერთმაგი ბრჭყალი არის მხოლოდ აი აქ. და ორმაგი ბრჭყალები ჩვეულებრივად ტექსტურად აღიქმება და არა სტრინგის დახურვად. და ჩვეულებრივად იმუშავებს. ან მეორე ვარიანტი არის, რომ ამასაც გასწავლით პარემ, თუ მინდა რომ ეს ორი ცალი, ორმაგი ბრჭყალი აღვიქვა როგორც ტექსტურ ნაწილად და არა სტრინგის დახურვად, მომიწესო დავაიგნორო. პროგრამას უნდა დავაიგნორებინო და ეგ ხდება backslash-ით.
ეს. backslash არის შემოწირულებული slash. და იგივე შედეგი მაქვს. ანუ ამით დაიგნორდა შემდეგი სიმბოლო. ანუ თქვით რომ ეს string-ის დახურვა კი არ არისო, არამედ არის უბრალოდ ტექსტური ჩანაწერის ნაწილი, მეტი არაფერი. და ახლა გვდაგვშა ეგ მაგალითად მიწერია, რა თქმა უნდა ამ პრეზენტაციას დავლინკავ კიდევ და ცალკე კონსპექტებსაც დაგიწერთ. რომ უცბად რომ რაღაც გახსენა მოგიწიოთ, ლექციას აღარ გადაახვიოთ, აღარ იწვევთ, რომ კომფორტი შეგეკეთეთ მაქსიმალურად მაგას ვცდილობ ხოლმე. აი თემამ თქვა, მოდი ლექცია ჩავატაროთ. გარეთ ბჭყალები არის ერთმაგი ბჭყალები, შიგნით არის ორმაგი ბჭყალები. ასე მარტივად. ახლა უკვე template literalზე ან backtick-ების ჩაწერაზე გადავალთ. და კიდე წინიღა string-ებამდე ვიღაც ხომ იკითხა სახელი ვიღა მომხსოვე ბუდის ვიხდი. აი 5+5-იან რაღაც ეგეთ რომ მინდა რომ ჩავწერო. როგორ გავაკეთო? უბრალოდ დავწერთ ბჭყალებში 5+5. გამოვა ტექსტური სახით. მაგრამ ბჭყალებში ვარ ჩავწეროთ. ტექსტური სახე არაა და არითმეტიკული სახეა და უბრალოდ დაითვლის პროგრამა და 10-იანს გამოიტანს ანუ შედეგს. Okay? მაგრამ მაგალითად მე მინდა რომ გამოსახულება ჩავსვა string-ის ჩანაწერში. გამოსახულება ხო არის ანუ expression-ზე ვსაუბრობ. გამოსახულება ხო არის ისეთი ჩანაწერი, რომელიც მნიშვნელობას აბრუნებს. და ეგეც ჩანაწერი ჩავსვა string-ში. მაგაში ვიყენებ უკვე backtick-ებს. და ეგეც მოდი ხა დაწვრილებით ახსნათ. მაგალითად, მინდა რომ გავაკეთო ეგეთ რაღაც. მე ვარ უცადას მოფიქრდა. აი 19 წლის ასე რო არ დავწერო სიტყვაზე. და 19 გამოვაი ანგარიშო. შემიძლია ამ წელს გამოვყო დაბადების წელი, ან უბრალოდ 10+9 დავწერო მაგალითისთვის რა. მე ვარ 10+9 წლის. ეხლა რო გავუშვა პროგრამა და მიწერს მე ვარ 10+9 წლის. ანუ ორმაგ ბჭყალებში, ან ერთმაგ ბჭყალებში, რასაც ჩავწერთ, პროგრამა აღიქოს პირდაპირ, ანუ ეგრევე აღიქოს, რომ ტექსტიაო რა. ეს რიცხვები კი არა, ტექსტური ჩანაწერია მაინც, იმიტომ რომ string-ში ვწერთ. და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აი ეს გამოსახულება დაიქواس პროგრამამ და არა string-ად. ამისთვის ორმაგს და ერთმაგ ბჭყალებს აღარ ვიყენებთ backtick-ებს. აი ასე რომელიც escape-ის ქვევით არის კლავიატურაზე. მაგრამ ეხლა რო გავუშვი, იგივე შედეგი მექნება. უბრალოდ გამოსახულებად რაც მინდა რომ აღვქმევინო პროგრამას, ანუ ეს. მაგას წერ შემდეგ სინტაქსში. $-ის ნიშანი ხსნი ფიგურულ ჭხილს, ხურავ ფიგურულ ჭხილს. ნახეთ ფერი შეიცვალა ახლა უკვე. ანუ $-ის ნიშანი გავხსნი ფიგურულ ჭხილი, დავხურე ფიგურულ ჭხილი და მაგათ შორის დავწერ გამოსახულება, ანუ ის ჩანაწერი, რომელიც მნიშვნელობას აბრუნებს. ახლა უკვე 10+9 დაითვლება, დაბრუნდება 19 და ჩაჯდება აი აქ. გავუშვათ, გამოვიდა მე ვარ 19 წლის. და აი ასე ჩანაწერს უკვე ჰქვია template literally. ასე წერება template literal. template literally. მაინც რომ იცოდეთ. და გამოიყენება string-ში გამოსახულების ჩასაწერად. მაგისთვის ვიყენებთ template literals. გვჭირდება backtick-ები გარშემო და გამოსახულება უნდა გავახვიოთ $-ის ნიშანი და ბრეკეტებში. ფიგურულ ჭხილებში, პროსტად ბრეკეტები არა. ფიგურულ ჭხილებში. მოდი ორმაგი ბჭყალები ვცადოთ. როგორც უკვე ვთქვი, ორმაგი ბჭყალები და ერთმაგი ბჭყალები ყველაფრის ტექსტად აღიქვავს. ანუ ესეც აი ეს სინტაქსიც აღიქმება განა template literalად, არამედ ტექსტად. ერთმაგი ბჭყალებიც იგივეს ისევს აბსოლუტურად. აი აქთან warnings მიწერს. ნახე bug finder, ანუ თავის მიპოვა unexpected template string expression. ანუ მეუბნება რომ შენ ანუ შეატყო რომ template literals გამოყენებას ვცდილობდიო. ეგ ოკეიო, მაგრამ არასწორი ბჭყალები გადაწერილიო რა. ამიტომ ეხლა ეს შევასწორო, warning-ი, ანუ მითითება, გაფრთხილება გაქრება და ეს აღიქმება უკვე განა ჩანაწერად, ტექსტურ ჩანაწერად, არამედ გამოსახულებად, ანუ expression.
expression-ად არ იქნება. ხო, ინგლისურ ტერმინებსაც გიმივარებთ ხოლმე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ინგლისური რესურსები გექნებათ ინტერნეტში. მიუხედავად იმისა, რომ ამ კურსი ყველაფერი ქართულად იქნება, თავიდან დავალებების ქართულად იქნება, ვერ ინგლისურად, იმიტომ რომ უნდა შეეჩვიოთ. რესურსების უმეტესობა ინტერნეტში არის ინგლისურ ენაზე. თან ბოლო-ბოლო იდეაში თქვენი მიზანი უნდა იყოს გლობალურ ბაზარზე გასვლა და ინგლისურ, ანუ უცხოეთში მუშაობა, remote-ად თუნდაც. ამიტომ ინგლისური ვინც არ იცით, ან თუ არ იცით, გირჩევთ რომ ისწავლოთ, ოღონდ ცალკე პროგრამები ვისწავლოთ და ცალკე რეპეტიტორი დავიქრიო, ეგრე არა. უბრალოდ translate გამოიყენეთ და რამე თუ გაგიჭირდებათ, დასერჩეთ, დაგუგლეთ და პროცესში ისწავლეთ. ყოფილა შემთხვევები, რომ ეგრე უსწავლეთ პროგრამირებას და ინგლისურის ერთდროულად. პრობლემა არ იქნება. ან თუნდაც, რა ვიცი, მენტორები გამოიყენეთ. აი მეც ვეხმარებ ხოლმე სტუდენტებს ზოგს ინგლისურის სწავლაში, ასე რომ ვთქვა. translate ვერ უთარგმნეს კარგად, გააზრებაში ვეხმარებ ინგლისური წინადადების. მენტორები მაგაში დაგეხმარებით რო რამე. მაგრამ ინგლისური აუცილებელია. მათემატიკა არა თქმა უნდა, მაგრამ ინგლისური 100% აუცილებელია, რომ ისე დონეზე მაინც ვიცოდეთ, რომ წაკითხული გავიგოთ, გაგონილი გავიაზროთ. და ლაპარაკი თუ შეგვიძლია, თვალ უკეთეს, რომ უცხოურ გასაუბრებაზეც გახვიდეთ ხოლმე.